ეხლა საბოლოოდ გასაგებია, რას აპირებს დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში. რადგან დღეს მან არამხოლოდ განაახლა ომი ირანთან, არამედ გააფართოვა იგი ორ ცალკე ფრონტზე. ბოლო დღეღამის განმავლობაში დონალდ ტრამპმა 4 რამ გააკეთა, რომლებიც ცალ-ცალკე უბრალოდ ეპიზოდებად ჩანს, მაგრამ ერთადერთიან სტრატეგიად ყალიბდება. მან ოფიციალურად აცნობა კონგრესს, რომ აშერში კვლავ ომშია ირანთან, რაც აძლევს მას უფლებას 60 დღის განმავლობაში იომოს კანონმდებლების ნებისმიერი დამტკიცების გარეშე. მან გამოაცხადა ირანის სრული საზღვაო ბლოკადა, ანუ ამერიკული ფლოტი გააჩერებს ნებისმიერ გემს, რომელიც ირანში ან ირანიდან მიემართება ნებისმიერი დროშით. ხოლო დაუმორჩილებლების მიმართ შეიძლება ძალა იქნას გამოყენებული. მან დაფირდა, რომ ირანში მთას ააფეთქებს, სწორედ იმ ბუნკერს, რომელიც 600 მეტრი გრანტის ქვეშაა და სადაც როგორც მიიჩნევა, ირანული ურანი ინახება. და ყველაზე მთავარი, რაზეც ბოლო დღეებში თითქმის არ საუბრობენ. ტრამპმა მწვანე შუქი მისცა საუდის არაბეთს იემენის დაბომბვაზე. ხო დღეს ოვალურ კაბინეტში მასპინძლობს მეზობელი ერაყის პრემიერ-მინისტრს, სადაც სხვათა შორის არის შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებიც მზად არიან ირანთან საბრძოლოდ. ეს უკვე უბრალოდ ომი არ არის ისლამურ რესპუბლიკა ირანთან. ეს მთელი რეგიონის გადახალისებაა. სად არიან იემენი და ერაყი? ისინი ახალი ფრონტები ხდებიან. ერთზე ომობენ სხვისი ხელით, მეორეზე კი ნავთობის კონტრაქტებით. აგიხსნით რას გულისხმობ. ამ გამოშვებაში განვიხილავთ, რას გეგმავს დონალდ ტრამპი და რა ხდება ამჟამად ახლო აღმოსავლეთში. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყოთ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი. ჩვენ მივიწევთ 300,000 გამომწერისკენ. მადლიერი ვიქნები თქვენი გამოწერისთვის. მოდით ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ, რომ არ აგვერიოს. დავიწყო დოკუმენტით, რომელიც თითქმის შეუმჩნეველი დარჩა, თუმცა სინამდვილეში ის ყველაფრის გასაღებია. დონალდ ტრამპმა ოფიციალურად აცნობა აშშ-ის კონგრესს, რომ ქვეყანა კვლავ ომშია ირანთან. წერილიდან ციტატა ასეა ფორმულირებული. დათმობები, რომლებიც 7 ივლისიდან დაიწყო, არის სამხედრო მოქმედებები, რომლებიც შეესაბამება ჩემს ვალდებულებას დავიცვა ამერიკელები და შეერთებული შტატების ინტერესები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. რისთვის არის ეს საჭირო? შეიძლება ფორმალობად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასე არ არის. ამერიკული კანონმდებლობით პრეზიდენტს შეუძლია აწარმოოს საბრძოლო მოქმედებები კონგრესის მიერ ომის გამოცხადების გარეშე ზუსტად 60 დღის განმავლობაში. როგორც გახსოვთ, სწორედ ამიტომ ჩქარობდა ტრამპი აპრილში აქტიური ომის დასრულებას, რომ არ აღმოჩენილიყო ისეთ სიტუაციაში, როცა კონგრესი უბრალოდ აიძულებდა მას შეჩერებულიყო. მაშინ ზავის გამოცხადების შემდეგ 60 დღიანი ათვლა უბრალოდ განვლდა. და ახლა ტრამპის ახალი შეტყობინება იწყებს ახალ 60 დღიან ათვლას. ტრამპმა მიიღო 2 თვე თავისუფლება, მას შეუძლია სრულად იბრძოლოს კონგრესის მიერ ომის გამოცხადების გარეშე. აი რა ხდის ამ ნაბიჯ ცინიკურს. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. მაისში დონალდ ტრამპმა კონგრესს აცნობა, რომ საბრძოლო მოქმედებები დასრულდა. ივნისში, როგორც წარმომადგენელთა პალატამ, ისე სენატმა მისცეს ხმა ირანის წინააღმდეგ ოპერაციის შეწყვეტაზე, თუ მას კანონმდებლები არ დაამტკიცებდა. დემოკრატებს რამდენიმე რესპუბლიკელიც კი შეუერთდა. მაგრამ ამ რეზოლუციებს სიმბოლური ხასიათი აქვს და ისინი კანონები არ არიან. თეთრი სახლი ნებისმიერ შემთხვევაში ვეტოს დაადებდა მათ. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, კონგრესმა ომს უარი უთხრა, ხოლო ტრამპმა პასუხად თქვა, რომ მას კვლავ აქვს 60 დღე კონგრესის დამტკიცების გარეშე და ომი გააგრძელა. და აი დონალდ ტრამპის წერილის ფინალი კონგრესისთვის ჟღერს თითქოს თეირანში რეჟიმის შეცვლის განზრახვაც კი იყოს. შემდეგ ციტატა. ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები მზად არიან მიიღონ შემდგომი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობა აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს. ეხლა ციფრები. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მონაცემებით, გასულ კვირაში ამერიკელმა სამხედროებმა დარტყმები მიაკენეს 300-ზე მეტ ირანულ სამხედრო ობიექტს. 14 ივლისის ღამეს განხორციელდა დარტყმების მესამე ტალღა, რომელიც დაახლოებით 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა. თანაც თავდასხმამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, ციტატა: ჩვენ ძალიან ძლიერად დავარტყამთ მათ დღესღამით და ძლიერად დავარტყამთ ხვალაც და ისინი ვერაფერს გააკეთებენ ამის წინააღმდეგ. ამასთან ერთად ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოაცხადა საზღვაო ბლოკადა და მისი პირობები უფრო მკაცრია ვიდრე ჩანს. გაერთიანებული საზღვაო საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ბლოკადა დაიწყო სამშაბათს და ვრცელდება ირანის ყველა პორტზე, ნავთობის ტერმინალებზე და თლიანად სანაპიროზე. ამერიკული ფლოტი გააჩერებს ყველა გემს, რომელიც ირანში ან ირანიდან მიემართება, მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნის დროშას ატარებს. ეს სიტყვასიტყვით წერია საზღვაო ცენტრის განცხადებაში.
ნებისმიერი გემი, რომელიც ეჭვმიტანილია ბლოკადის ზონაში შესვლაში, ან იქიდან ნებართვის გარეშე გამოსვლაში, შეიძლება იყოს შეჩერებული, იძულებით გადამისამართებული სხვა მარშრუტზე და დაკავებული. გემების მიმართ, რომლებიც მოთხოვნებს არ დაემორჩილებიან, შეიძლება კანონიერად იქნას გამოყენებული ძალა. დამატებით, როგორც გახსოვთ, დონალდ ტრამპის ის მოთხოვნა, რომ არმუზის სრუტეში გამავალი ყველა ტვისტის ღირებულების 20% გადაიხადონ ამერიკული დაცვისთვის, ფაქტობრივად ტრამპმა კონტროლი დაკარგა და განაცხადა, რომ გეგმავს მთელი არმუზის სრუტის დაპყრობას. ირანმა უპასუხა იქ, სადაც ყველაზე მტკივნეულია მსოფლიო ეკონომიკისთვის. ფრთოსანი რაკეტები. ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსმა დაარტყა 2 სუპერთანკერს, მამბასა და ალ-ალბახიას, რომლებიც ეკუთვნის არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანიას. დამატებით, კიდევ ერთი პატარა ტანკერი იყო თავდასხმის ობიექტი. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ერთი ინდოელი მეზღვაური დაიღუპა, 8 დაშავდა, მათ შორის 2 უკრაინელია. ყველა ხომალდმა სერიოზული დაზიანებები მიიღო და გამოვლინდა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. დარტყმა ირანის მიერ ომანის ტერიტორიულ წყლებში განხორციელდა. ანუ ირანი უკვე არა თავის წყლებში, არამედ ზღვის წყლებში ურტყამს ნეიტრალური არაბულის ქვეყნის ხომალდებს. ომანი ომის დაწყებიდანვე შეგახსენებთ, ცდილობდა თავიდან ამერიკელებთან იყო, მერე ირანის მხარეს გადავიდა, მერე ცდილობდა მაქსიმალურად ნეიტრალური გამოჩენილიყო. აი მოკლედ თავი უბედურებაში ჩაიგდო. და ეს არის სიგნალი იმისა, რომ ირანი არ დაუშვებს ხომალდების გავლას მის სანაპიროსთან არამდებარე წყლებში. როგორც უკვე გავარკვიეთ ამ YouTube-ზე, ჰორმუზის სრუტეში 3 მარშრუტია. ირანის სანაპიროს გასწვრივ, ომანის სანაპიროს გასწვრივ და სრუტის ცენტრში. ირანი მოითხოვს, რომ ყველა გემი გაიაროს მხოლოდ ირანის სანაპიროს გასწვრივ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მათ თავს დაესხმება, რაც ფაქტობრივად უკვე ხდება. ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ახსნა დღევანდელი თავდასხმების შესახებ პრაქტიკულად დამცინავია. იქ განაცხადეს, რომ გემებმა თითქოს უგულებელყვეს მათი გაფრთხილებები, გამორთეს ნავიგაციური სისტემები და იმ გზით წავიდნენ, რომელიც ირანელების მტკიცებით დანაღმული იყო. თუმცა ეს ასე არ არის. ეხლა კი დონალდ ტრამპის ყველაზე ხმამაღალი მუქარა. მან დაპირდა, რომ გაანადგურებს პიკაქსის მთას. ეს არის კირკის მთა, ან როგორც მას ფარსიზე უწოდებენ, კუხე კალანგაზლა. შემდეგ ტრამპის ციტატა. ჩვენ გავანადგურებთ კირკის მთას. უთხარით ირანელებს, რომ მზად იყვნენ. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მას. ჩვენ იქ არ ვხედავთ არნაირ აქტიობას. მათ ბირთვულ პროგრამასთან საქმეები აქვთ. არა, ეს მნიშვნელობა არ აქვს. ყოველ ჯერზე როცა ამის შესახებ ვიგებთ, ჩვენ მას ვაფეთქებთ. ამიტომაც მათ არ უყვართ ამაზე საუბარი. მაგრამ ჩვენ ალბათ საკმაოდ მალე დავარტყამთ კირკის მთას. რა ობიექტია ეს? მთა ზაგროსის ქედში უკვე განადგურებულ ნატანსთან ახლოს. შიგნით არის 2 ღრმად ჩაკეტილი გვირაბების კომპლექსი. შერებლობა 2020 წლიდან მიმდინარეობს. ირანი ამტკიცებს, რომ იქ მხოლოდ ურანის გამდიდრების ცენტრიფუგებს აწყობენ. მაგრამ ამერიკული დაზვერვა ეჭვობს, რომ ეს ურანის გამდიდრების საიდუმლო არადეკლარირებული ქარხანაა. ანუ ბირთვული პროგრამის სტრატეგიული დაზვერვის მსგავსი რამ. მიჩნეულია, რომ სწორედ იქ ინახება მაღალ გამდიდრებული ურანის ძირითადი მარაგი, რომელიც როგორც ტრამპმა განაცხადა, შეგახსენებთ, დიდი ხნის წინ უკვე დაკრძალული იყო. თუმცა ერთი კვირის წინ ტრამპი ამბობდა, რომ ირანი დენუკლეორიზებულია, პრობლემა აღარ არსებობს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ არის. დაიმთავარი. ობიექტი ჩაძირულია 66-ზეც კი, 600 მეტრი გრანიტის ქვეშ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ექსპერტები აქ ერთსულოვანი არიან. რა თქმა უნდა, ეს ობიექტი მიუწვდომელია ამერიკის შეერთებული შტატების არსენალში არსებული ყველაზე ძლიერი ბუნკერების საწინააღმდეგო ბომებისთვისაც კი. ანალიტიკოსები პირდაპირ ამბობენ, რომ ასეთი ობიექტის განადგურება შესაძლებელია, მაგრამ სავარაუდოდ მხოლოდ ტაქტიკური ბირთვული იარაღით. და მაშინაც კი წარმატება გარანტირებული არ არის. მაინც 600 მეტრი გრანიტია. ანუ ტრამპი იმით იმუქრება, რისი გაკეთებაც მის არმიას ფიზიკურად არ შეუძლია. თუ რა თქმა უნდა, საუბარი არ არის ბირთვული იარაღის წარმოუდგენელ გამოყენებაზე. აქ ჩნდება კითხვა: ეს ბლეფია, ფსიქოლოგიური ზეწოლაა, თუ ნიადაგის მოსინჯვაა უფრო დიდი რამისთვის. ასე რომ კითხვა ღიად რჩება. ცალკე ტრამპა კიდევ ერთხელ დაიმუქრა ირანის ხელმძღვანელობის ლიკვიდაციით. ციტატა. დიახ, შემიძლია ისინი გავანადგურო. ვიცი სად არიან. მოკლედ, ტრამპი მართლა აღარ ხუმრობდა. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან ამ ომის ყველაზე მნიშვნელოვანი გამწვავება ირანში არ მოხდა. ტრამპმა მუჰამედ ბინ სალმანს მწვანე შუქი აუნთო სამხედრო ოპერაციისთვის იემენში ჰუსიტებიტების წინააღმდეგ.
გასცენებთ, გასულ კვირას საუდის არაბეთმა შეერთებულ შტატებს შეატყობინეს შეშფოთების შესახებ და სთხოვა მხარდაჭერა შესაძლო დართმევისთვის, რადგან ირანი ცდილობდა გაერღვია საუდის ბლოკადა იემენში. ხუთშაბათს საუდის არაბეთის ელჩი შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს. ხოლო უკვე პარასკევს მარკო რუბიო ესაუბრა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პრინც ფეისალს. და იმავე პარასკევს გაიმართა სატელეფონო საუბარი დონალდ ტრამპსა და მოჰამედ ბინ სალმანს შორის. მემკვიდრე პრინცმა სთხოვა მხარდაჭერა და მიიღო იგი. უკვე ორშაბათს საუდის არაბეთის თვითმფრინავებმა დაბომბეს სანას აეროპორტი. ეს იემენის ოფიციალური დედაქალაქია. ფორმალური მიზეზი რომ არ მისცეს დაშვების უფლება, მაჰან ერის თვითმფრინავს, რომელიც ჰუსიტების დელეგაციას აყვანდა ალი ჰამინაის დაკრძალვიდან ირანში. ამერიკელი ჩინოვნიკი განმარტავს, რომ მაჰან ერ მაინც ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის ავიაკომპანია და ის შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ იმყოფება. ხოლო ბორდზე დიდი ალბათობით არ იყვნენ ჰუსიტები, რომლებიც ალი ჰამინაის დაკრძალვიდან ბრუნდებოდნენ. არამედ იქ იყო იარარი, რაკეტების ნაწილები და სამხედრო სპეციალისტები, რომლებიც ჰუსიტებს ომისთვის მომზადებაში უნდა დახმარებოდნენ. ჰუსიტებმა ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით აბჰას აეროპორტს დაარტყეს, რომელიც საუდის არაბეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარეობს და გააფრთხილეს ავიაკომპანიები, რომ თავის შორს დაიჭირონ საუდის ცისგან. რატომ არის ეს მართლაც გარდამტეხი მომენტი? ეს ყველაზე სერიოზული ტრანსსაზღვრო ესკალაცია 2022 წლიდან და შეიძლება ნიშნავდეს 4 წლიანი ზავის კოლაფს და გააფართოოს ომი აშშ-სა და ირანს შორის. და აი რა არის საჩვენებელი? ის ფაქტი, რომ მოჰამედ ბინ სალმანმა წინასწარ აცნობა დონალდ ტრამპს და როგორც ამბობენ, სთხოვა დართმაზე თანხმობა, ნიშნავს, რომ საუდელები ემზადებიან დიდ ომზე და წინასწარ ივაჭრებიან აშშ-ს სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას. ცოტა ხნის წინ შეგახსენებთ, საუდის არაბეთი საჯაროდ ინარჩუნებდა ნეიტრალიტეტს აშშ-სა და ირანს შორის ომში და ომის დასაწყისში ვაშინგტონს უარი უთხრა თავისი ტერიტორიის გამოყენებაზე თეირანის წინააღმდეგ ოპერაციისთვის. საქმე იმაშია, რომ საუდის არაბეთმა მხოლოდ ახლახან 2023 წელს ჩინეთის შუამავლობით აღადგინა ურთიერთობები ირანთან. მაგრამ ეს შეცდომა იყო და ეხლა ისინი საუდის არაბეთი ფაქტობრივად აშშ-ს მხარეს დადგა და მეორე ფრონტი გახსნა, რაც ირანისთვის ძალიან ტკივნეული იქნება, რადგან მათ შეიძლება დღეს ყველაზე ძლიერი პროქსი ძალა იემენელი ჰუსიტები დაკარგონ. მაგრამ ესეც არ არის ყველაფერი. როგორც ჩანს, კიდევ ერთი ფრონტი იგეგმება. დღეს 14 ივლისს ტრამპი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში იღებს ერაყის პრემიერ-მინისტრ ალი ალ-ზაიდის. და ეს არის გაფართოების მეორე ფრონტი. უბრალოდ აქ ომი ბომბებით კი არა, ჯერჯერობით ნავთობით და ულტიმატუმებით მიმდინარეობს. მაგრამ ცხელი ფაზა არც ისე შორსაა. საერთოდ, ვინ არის ალ-ზაიდი? ეს არის ბიზნესმენი, საერთოდ პოლიტიკურ გამოცდილებას მოკლებული, რომელიც ხელისუფლებაში პირდაპირ ამტლის მაისში მოვიდა. როგორც აღნიშნა ერაყელმა დიპლომატმა, ციტატა: ეს დონალდ ტრამპის არჩევანია. ის ერაყის ტრამპია, ბიზნესმენი. ეხლა ფული ისევ ერაყში წავა. საქმე იმაშია, რომ ტრამპი პირადად აკრიტიკებდა ნური ალ-მალიკის კანდიდატურას. ეს მისი კონკურენტია, როგორც თეირანთან ზედმეტად დაახლოებულს. ალ-ზაიდის დანიშვნა კი ტრამპმა მიესალმა, როგორც ციტატა, გრანდიოზული ახალი თავის დასაწყისი. მოკლედ ეს დონალდ ტრამპის პროტეჟეა და საბოლოოდ ის გახდა ერაყის პრემიერ-მინისტრი. აპრილში აშშ-მ გაყინა ერაყის ნავთობის შემოსავლების მიწოდება, რომელიც ინახება ნიუ-იორკის ფედერალური რეზერვის ბანკში. და ეს ფულის მიწოდება განაახლეს პირდაპირ გასულ კვირას, ზუსტად ალ-ზაიდის თეთრ სახლში ვიზიტის წინ. შედეგად ის მეტისმეტად ლოიალური გახდა. რა სითხოს ეხლა ვაშინგტონი ერაყისგან? და აი ეს ყველაზე საინტერესოა. სრულად განაიარაღონ ერაყის ირანული შიიტური მილიციები, რომლებმაც ამერიკული ბაზები დაარტყეს ომის დაწყების შემდეგ. თეტრმა სახმა განაცხადა, ციტატა: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ აცნობა ერაყს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია სუვერენიტეტის შენარჩუნება და ირანის მიერ მხარდაჭერილი მილიციების მხრიდან მისი ტერიტორიიდან თავდასხმების აღკვეთა. ჩვენ ვიცით, რომ მიმდინარეობს გარკვეული მილიციების განიარაღების განხილვები და მივიღებთ გააზრებულ გადაწყვეტილებებს ქმედებებისა და გაზომვადი შედეგების საფუძველზე. და აი შიიტების სრული განიარაღების საბოლოო ვადა ერაყში არის 30 სექტემბერი. მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაზე ძლიერი დაჯგუფებები უკვე განაცხადეს, რომ ისინი განიარაღებას უბრალოდ ასე არ აპირებენ. ეს ნიშნავს, რომ მათ შეეცდებიან აიჯუნონ ეს ძალის გამოყენებით. რას იღებს ერაყის სანაცვლოდ? ნავთობისა და გაზის გარიგებებს. ფაქტობრივად ფულის ნაგაზს.
და ამ გარიგებებიდან ყველაზე ხმაურიანი არის შეთანხმება ფონდის შექმნის შესახებ, სადაც ერაყი ყოველდღიურად შეიტანს 9,500,000 ბარელ ნავთობს ამერიკული დახმარების სანაცვლოდ ელექტროენერგიის განვითარების სფეროში. ასეა ოფიციალურად გამოცხადებული. Პლუს ბარდადი ითხოვს მოპოვების კვოტას ოპეკის ზღვარის მიღმა და აშშ შეუძლია ამ კვოტის მიცემა. ანუ შეთანხმდეს საუდიტებთან. დონალდ ტრამპის ლოგიკა კრისტალურად ნათელია. ერაყმა დაკარგა უზარმაზარი შემოსავლები ჰორმუზის სრუტის დახურვის გამო, რადგან ეს ყურე მისთვის ერთადერთი გასასვლელია ზღვაზე. ვაშინგტონი სთავაზობს ალტერნატიულ საექსპორტო მარშრუტებს ერაყში მყოფი პროირანული დაჯგუფებების განიარაღების სანაცვლოდ. ფაქტობრივად ეს არის ქვეყნის გამოსყიდვა თეირანის გავლენისგან. და ეს ყველაფერი არ არის. მესამე მიმართულება ლიბანია. პარალელურად რომში, შეერთებული შტატების შუამავლობით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ისრაელსა და ლიბანს შორის. განიხილავენ 26 ივნისის ჩარჩო შეთანხმების განხორციელებას. იქ საუბარია კონფლიქტის შეწყვეტაზე, ასევე ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების განიარაღებაზე. ლიბანის არმიის განთავსება ლიბანის სამხრეთში და ისრაელის ჯარების ეტაპობრივი გაყვანა. აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ მოლაპარაკებებმა ფაქტობრივად ლიბანის საკითხი აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმებიდან გამოიტანა. და აქ თუ ყველაფერს ერთად შევკრებთ, დონალდ ტრამპის სტრატეგია უკვე აშკარა ხდება. ტრამპმა დაგეგმა ირანის ქსელის სრული დემონტაჟი მთელ პერიმეტრზე და არა მხოლოდ თავად ირანის შიგნით. თავად ირანში აშშ-ს არმია ბომბავს სამხედრო ობიექტებს. იემენში საუდის არაბეთი ბომბავს ჰუსიტებს. ერაყში აშშ-ში მზად არის დიდი თანხები ჩადოს შიიტური მილიციების განიარაღების სანაცვლოდ, რომელსაც ირანი ახლა აქტიურად ვეღარ უჭერს მხარს. ლიბანში ხდება მცდელობა, რომ აიძულონ ჰიზბალას განიარაღება. ანუ ეს არის 4 წერტილი, 4 სხვადასხვა მეთოდი და 1 მიზანი. სრულად ჩამოიშალოს ირანის წინააღმდეგობის ღერძი. რა თქმა უნდა, ამ სტრატეგიაში რისკები კოლოსალურია. და ერაყში სახალხო რაზმები განიარაღებას არ აპირებენ. მათთან ბრძოლა მოუწევთ. ბრძოლა მოუწევს ერაყის არმიასაც. ჰუსიტებს შეუძლიათ დახურონ ბაბ-ელ-მანდების სრუტე და დაახჩონ საუდის არაბეთი, რადგან ნავთობის ექსპორტი ვეღარ მოხდება. ჰიზბოლა ლიბანში სრულად უარყოფს განიარაღებას. აი ეს კირკის მთა ირანში შეუძლებელია აფეთქდეს რაიმე სხვა იარაღით გარდა ბირთულისა და სწორედ იქ არის დამალული ირანის ბირთული პროგრამა. ხო და როგორც ამობენ ახლო აღმოსავლეთში ომის ახალი 60 დღე დავიწყეთ. ასე რომ დააუკვირდებით, მაგრამ სულ მცირე. ეხლა უკვე გასაგებია ამ ომის სტრატეგია. აქ მრავალ წერტილს დავშვა. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარის ღილაკს და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ნებისმიერი დონაციით დაეხმაროთ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეგვიზიტებით. ამით დავასრულებ, იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.